რეკლამის შემდეგ საუბარს ვაგრძელებთ მეგობრებო. ეს ხალხი არის გადამზადებული ჯგუფები, რომლებმაც როგორც წინა არჩევნების შემდგომ უნდა დაიწყონ ისეთ ვითარებაში შტურმები და ასე შემდეგ. რა პაატა ბურჯულაძემ რო უთხრას ახლა რომ არ გინდათ ბიჭებო, არ გააკეთებენ? არ პაატა ბურჯულაძემ რო უთხრას წინ აბა ვერ წაგიწყები, ვისაც უყარვარ მოვყევით. ნაპოლეონის სიტყვები. ეს ხო ზღაპარია. ზღაპარია. ეხლა დააკვირდით კიდევ და კიდევ ეს ხალხი არის გარყვნილი დავარქვა თუ გათამამებული თუ თავზე გასულები არიან იმიტომ ამდენსაც იმიტომ ბედავენ რომ მათ გვერდზე უდგას აგერ ზუსტად ის გერმანიის ელჩი წეღარო ლაპარაკოძე დაიბარეს და ესეთი პრეტენზიები რო განაცხადა 30 წლის განმავლობაში ესო პირველი შემთხვევაა რომ გერმანიის ელჩო იმაში იბარებენო რა ქვია საგარეო საქმეთა სამინისტროში ანუ რაღაცა მე რაც მინდა ის უნდა ვაკეთო და თქვენ ისიც არ უნდა გაბედოთ რომ მე შენიშვნა მომწე შენიშვნა ეს ხო ადმინისტრაციული ზომაა შენიშვნის მიცემაა რომ შენ რაღაცა იმაზე მე ბედავ ვიდრე ვენის კონვენცია გავალდებულებს და ესეც ნახეთ როგორ და იმ ფონზე წარმოიდგინეთ მე მინდა საზოგადოებას უთხრა წინა გადაცემაში მე ვთქვი რომ აგერ მიმდინარეობს მეთქი მოლდოვაში ჩხრეკები იმ ხალხის ვისიც ეჭვი ეპარებოდათ რომ მაგალითად რაღაცა არაკანონიერად არის დაფინანსებული წინა საარჩევნოდ 28 რიცხვში არის არჩევნები მოლდოვაში ხო იცი იმედის გადამღების ჯგუფი არ შეუშვეს არ შეუშვეს იცი იმიტომ რომ ჩავიდნენ და საზღვარი ვერ გადაკვეთა არ ჭირდებათ ესეთ ხალხი და დაიჭირეს აბა ტევე პირველი იყოს დაიჭირეს 70-მდე პირი რომლებსაც მიზეზად დაუდეს სერბეთში გაიარესო ტრენინგებიო რომ 28-ში ეს მოხდა 22 რიცხვში სერბეთი რა მაგარი ქვეყანა ყველა მხარეს ერთი კვირით ადრე რომ იქ რუსებმა გაატარესო ტრენინგებიო სერბეთში და იქ ანუ ესენი გეგმავდნენო არეულობას არჩევნების დღეს განა კი არ აცხადებდნენ რომ რევოლუცია უნდა მოახდინოს არეულობას ასე და ხალხს კი არ მოუწოდებდნენ რომ უნდა დავამხოთ ხელისუფლება გეგმავდნენ არეულობასო 70 კაცი დაიჭირეს თუ ვინმეს გაგიგიათ ევროპაში ან სადმე ვინმეს რაიმე ეთქვას რომ როგორ წინას არჩევნოთ და კიდევ ერთი 2 დღის წინ ზუსტად სასამართლომ აკრძალა ერთ-ერთი ძლიერი პარტია აკრძალა რა ერთი წლით შეუზღუდა პოლიტიკური საქმიანობის უფლება და რა თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობა 2 დღით ადრე იმისათვის რომ ჩვეულებრივად იმასაც მიზეზად დაუდეს რომ თუნდაც რაღაცები სურს ეს არის ევროპელების დემოკრატია ეს არის მათივე გაცხადებული პოლიტიკა და ისინი გვეუბნებიან რომ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც იქცევენ მოლდოვაში და დრო ხომ არ არის რომ ჩვენც ისე მოვიქცეთ და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სულ ყველა დაიჭიროს ხელისუფლება ვინც გადამზადებულები არიან მე მხოლოდ მომხრევა ჩვენ ხო ვიცით კაცო ჩვენც კი ვიცით ხელისუფლება მე მგონი რომ კაცი ზომე მე რაც უფრო კაცი იქნება ზომა მე პირადად შეიძლება კი არა მართლაც ვინც ზემოთ არის უკეთესად იცის როდის რა უნდა გააკეთოს და მათ სულისკვეთებაში არ მეპარება ეჭვი მაგრამ მე როგორც ადამიანს რომელსაც ნაკლები ინფორმაცია მაქვს და ნაკლები პასუხისგებლობა მათთან შედარებით მე ძალიან მინდა რომ ყველა დაიჭირო და დემოკრატიის ხარისხიც მაღალია შალვა თქვენთან სტანდარტით სამართლები უმანურობას თავის ადგილზეა ძალიან კარგი პირობებია ევროპის ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეხვედრება ციხის პირობები უნდა ნახოს ყველა მომუნტავე უნდა ნახოს ჩვენი შესანიშნავი ციხის პირობები ახლოდან გაუმჯობესებული ხო უნდა ნახონ როგორ არის ეხლა გადავდივართ ძალიან ნიშნავენ საკითხი რაც უშუალოდ არჩევნებს შეეხება 4-ში მეგონება იქნება ძალიან ჩვეულებრივი მოდი პროგნოზი გავაკეთოთ მოკლედ იმიტომ ბევრი დრო წადარჩა 4-ში იქნება ჩვეულებრივი დღე ჩვენ ყველანი მივალთ და ჩვენს ხმას მივცემთ ვისაც ჩვენ გსურს რა თქმა უნდა ქართული ოცნება ჩვენ შემთხვევაში არიან ალბათ ყავს თავისი ამორჩევები როგორ არ ყავს გირჩ და ველოსას და გახარიასაც ერთად გამოდიან თუ ცალსაკი არც კი ვიცი არც ერთი მნიშვნელობა ამას არ არის ხა მოდი პირდაპირ თქვა გეგმა რა არის მათი? კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ გეგმას. ეს არის გეგმა რომ დაიწყონ არეულობის პროვოცირება უკვე შუა დღიდან, დაიწყონ ხულიგნური და პირდაპირ სისხლის სამართლის პოტენციურ დამნაშავეთა ჯგუფების
შეკრება ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ადგილებთან, მათ შორის ცესკოსთანაც ბუნებრივია და ასე შემდეგ და აიძულონ რაღაცნაირად რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს კანონით მინიჭებული მისი ასე ვთქვათ ხერხები და ჩანასახშივე ჩაკვდეს ეს ეგრეთ წოდებული ბუნტის მცდელობა. არის აგერ პატრიცემული გაზახის რომ კარგია პრევენციას თუ გავაკეთებ და ვინც ესეთ ღიად უკვე თან არაფარულად ღიად ვინც ასეთ იმებს კანონის მთელი სიმკაცით როგორც კანონის გავსაჩოთ ხო? არის მეორე თემა რომ მაინც ვერაფერს ვერ შეძლებენ და ჩვენი სამართალდამცავები რაც თავარია ხალხის განწყობა ისეთია რომ ეს კողოს ნაკმენი ვერაფერს ვერ დააკლებს. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა მოხდება როგორ გვინდა რა იქნება. ზუსტად აი კონკრეტულად ეს საკითხი მაინტერესებს. ჩემი აზრით სადღაც შუაში იქნება სიმართლე. ანუ დაიჭერა იმათ, ვინც ზემეთობაში კონკრეტულად გეგმავს ალბათ, ხო? მოლოტოვებს და ასე შემდეგ. ვინც გადავა ზემეთობაში, ჩემს არაფერიც არ მოხდება. მე წინა არჩევნებზე მახსოვს თქვი, რომ მეთქი მათ აქვს ერთადერთი სტრატეგია, როგორც მე ხვდები, რომ ადგება ხელისუფლებას შერწყობა და წავა. ან შეეშინდება. ეხლა როგორ ხვდები საერთოდ მარტო ეგ მაქვს, იმიტომ რომ რა ჩვენ შეგვეშინდება, ხო? შეგწება. შეგწება. ალბათ ბუჭდაზე შეგწება. ბუჭდაზე ამხელა კაცი მოდის და სოფლიო ბანს არ უთმობს. საქართველოს არ ვერ ვაბა. იმიტომ რომ კაცმა სიტყვას თქვა რომ 8 საათზე გადაბარებული უნდა იყოს ხელისუფლება და ჩვენ კიდე 9-5 წუთი უკვე არის. ჩვენ არ ვაბარეთ. არაფერი არ იქნება, всё. თქვენ შეასწავლოთ. ნუ გონია რომ გახსოვთ ალბათ თავის დროზე რაღაც ნიკამელია და ელისაშვილი რომ ცესკოს უტევდა გახსოვთ ალბათ. კი, მახსოვს. დამთავრდა ეს ყველაფერი ეგეცმა. აი რაღაცა ესეთი მგონია რომ მაგის გამეორების ცელები იქნებიან, რა თქმა უნდა. ეს იქნება, მაგრამ თავარი რა არის, ეხლა რასაც ვაკვირდები, მუხტი არ არის. არ არის არანაირი. არანაირი მუხტი არ არის. არც მუხტი არ არის, არც ისეთი უცხოეთენას ხო ვაკვირდებით ის არც სურვილი არ არის კიდე არაფერი. ხო, მოკლედ ეს არის რაღაცა სანახაობა, რომ ცდილობის გამო რაღაცა ჟესტი რაღაცა. ხლად ისე რო არ გავქრეთ, ცოტა გავიბრძოლეთ და ხალხს რო გადააბრალო. აგერ ჩვენ მზად ვიყავით და თქვენ არ ისურვეთ. და ნუ მე დაიწყება ქართულ ხალხზე დამონათებები, რომ ისინი რაღაცა ის. ეგ როგორც ჩვევიათ რა ქართულ. ისები არიან რუსული რეჟიმის და ხო, ჩვენ ხო გვინდოდა და ფურთის საქართველოს. აი ეგ იქნება, მე ეგ მგონია. ნუ მე ჩემ პროგნოზის ეთანხმება, თუმცა აი თუ საწინააღმდეგო ვერსიას ვიხილავ, ხო, რაც იგეგმებოდა, ხო, რაც აღკვეთა სუსმას აბედნიეროდ, აი წარმოვიდგინოთ აი ყველაზე უარესი სცენარი, რაც ჩემი აზრით არ მოხდება, აი ეგ რო განხორციელდეს. ანუ ეს ხო ფაქტურად მათი აღსასრულის დაჩქარება იქნება. იმიტომ რომ აბსოლუტურად მთავრობას მოსახლეობისგან უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიეცემა, რომ ამ ტიპებს, რომლებიც საქართველოში რაღაცა ტიპის არეულობას, არ ვიცი რა სახის იქნება, ეს აღკვეთოს უკვე, რასაც შესაუბრობდი, ხისტი მეთოდები. ან მაგათმა თუ მაგაზე გაიწიეს. ეგ იქნება შედეგი. მეგონი არ გაიწია. ფათაშორის ძალიან საინტერესო იდეა თქვით ახლა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, აგერ ხო გამოვდიოდით დროშა მოხეული იდიოტი ხო, ვიჯექი მე. და ვიძახდე რომ დამხობა, დაგვიჭირეს კიდეც ამ სიტყვაზე და თქვენ უმადურო ქართველო ხალხო არ მოისურვეთ და აბა ეხა ის რაც გამოვიდა იმ ხალხით დამხობა არ გამოდის ზმაო და რა ვქნა ეხლა დაახლოებით ეგ იქნება. იმიტომ მოუწოდებენ ეხლა თქვა რაღაცა ფორმით აგულიანებენ ის ხალხი ვინც უნდა ჩამოიყვანონ მაგალითად ხო რა თქმა უნდა ავტობუსებით ჩამოიყვანონ შეეძლებიან რაოდენობა გაზარდონ სადამდე მოსვლელებს თუ რა შეიძლება მეტი შეხედავენ გადახედავენ რა რესურსი აქვს და იმის მიხედვით მაგრამ თავარი რა არის ყურეთ ფინანსები რაც ჰქონდათ უწყვეტად მოედინებოდა შარშან წლის ბოლოს რაც გააკეთეს ეს 5 დღიანი ეგრეთ წოდებული მცდელობები რო იყო ეგრეთ წოდებული რევოლუციის მცდელობები იყო და ვირტუალური ომი იყო ჩვეულებრივ გაჩაღებული ჩვეულებრივი ომი რუსთაველზე ხო იმისი მიათედი აღარ აქვს რესურსი ეს ერთი რომელიც თავშივე ნიშნავს იმას რომ იმის შესაძლებლობებით აღარ ეკნევათ ეს ერთი და მეორე ეგეთ რაღაცას რასაც ვთქვათ რევოლუცია ქვია ხო აღარ ჭირდება ლიდერი ლიდერის გარეშე ჯერ ისედაც რას ქვია თავმოჭრილები ხათმებები დაიარებიან და
წარმოვიდგინეთ ახლა. თავი არ წყობს. ეგრე რევოლუციის მოხდენა რო შეიძლებაოდეს, სადაც ვინმე შეიკრიბება და რამდენი რევოლუცია მოხდებოდა. და დაქცეული ყოფილა მაშინ ქვეყანა, რა სისულელია. ამიტომ საზოგადოებამ მინდა რომ იცოდეს, რომ არაფერი მაგის გავსი საშიში სულაც არ არის, შეიძლება ის არის რომ რაღაცა ის ჯგუფები შეეცდებიან დამუნათებას ხალხის CSKO-სთან თქვენ რაღაცა ქართულ ოცნებას ხმა მიეცით და რაღაცა ხმას აძლევთ და არეულობის ცდელობა იქნება და შეატყობენ და მეტი არც არაფერი, მაგრამ დღეს ყველა უნდა იცოდეს იქ მიმსვლელმაც, ორგანიზატორმაც და მისმა მხარდამჭერმაც, რომ უყურეთ და გაითვალისწინეთ. როდესაც არჩევნებამდე აცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების დამხობა და ამას გითვლიან, თქვათ, პერფორმანსში და ჯერ კიდე ვნახოთ არჩევნების შემდეგ რა იქნება და ამ დამხობის მოწოდების შემდგომ, როდესაც იქ მიტინგზე გაინძრევით, ზედმეტ მოქმედებებს ჩაატარებთ და რაღაცა მცდელობები გექნებათ, ეს დანაშაული იქნება უკვე დასრულებული დანაშაული და მარტივად აღარ უნდა ბევრი მტკიცებულებები მოკიდებენ ხელს და ჩაგაყუდებენ იქ, სადაც თქვენი ადგილია. შესაბამისად, საზოგადოების იმ ნაწილს მინდა მოუწოდო, რომ ნუ დაუდგებიან გვერდში ამ დამნაშავეებს, დღესაც რო დამნაშავეები არიან, უბრალოდ საქართველოში არის წეღანდელს გავიმეორებ სტანდარტი ძალიან მაღალი, სამართლებრივი და ხელისუფლება ცდილობს, რომ ადამიანი ციხეში არ მოხვდეს, სანამ სრულყოფილად არ იქნება დადასტურებული მისი ბრალი. ძალიან მაღალი ხარისხით. თორე დღეს ახლა მოწოდებები რო ჟღერდება, რომ ვითომ ევროპულ ქვეყანაში რა იქნება? ევროპულ ქვეყანაში. არ არსებობს, გინდა ევროპული დაარქვი. არა, რო ასტორებენ, რო სტორდებიან მას, რა იქნებოდა? კიდევ ერთხელ გეუბნები, პარტია მოლდოვას გული, თუ არ ვცდები, ესე ქვია პარტიას, ოპოზიციური პარტია არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩახსნეს კი არა 1 წელი აუკრძალეს საქმიანობა. იმიტომ რომ არ მოეწონათ მისი ქმედებები. რაღაცა იარლიქს მიაკერებენ და რასაც უნდა იმას აკეთებენ. და დღეს მოწოდებაზე ამათ გონიათ ამ საწოდებს, რომ რევოლუციის ნაცვლად რო იტყვიან დამხობას, ეს არ არის მოწოდება. მე ხო გაიშალა დამხობა კი არა რაღაცა. ანუ თავი ანერეკაცო კიდე გავხსენდა რაღაცები, რომ ჩვენ უნდა დავამხოთ რაღაცა რუსული ხელისუფლება. კი ბატონო. როგორც კი ამას სულ ცოტა ქმედების მცდელობაც მოყვება, ეს უკვე არის დანაშაული, დადასტურებული. მაინც მცდელობები რო არ მოყვეს და განცხადება არ არის? მე კიდე ვამბობ, რომ გაცხადება ხომ არის, თავისთავად ცხადია. არის. რა თქმა უნდა, პირდაპირ წერია კაცო მოწოდება რა არის კოდექსში გადმოვიდი აგერ და მოუწოდებია. არა, მე რეტყვიან დედალს გეფიცებიო, დედას კი არა, ესე გავაკეთე. რუსული ხელისუფლება სად არის საქართველოსიო იტყოდი. ესე იგი, კრომველი, რობესპიერი, ლენინი და პატაბუჭოა, მაგის დედა. დიდი მადლობა. ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავებს, ოჯახებს და რაც თავია ქვეყანას გაუფრთხილდით და სამშობლოს გაუფრთხილდით. ეს სულ გაყიდული უთვისტომო ხალხი ძალიან მცირე რაოდენობისთან. რა თქმა უნდა, ცოტა ადამიანი არ გამოადგება არც ქვეყანას, არც ქვეყნის შვილებს, არც ქვეყნის მომავალს, არც თავის თავს, რა თქმა უნდა. კი ბატონო. დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ შეგახსენებთ, რომ შაბათს პირდაპირ ეთერში გავალთ არჩევნების დღეს. ყველაფერი იქნება კარგად.